მოგესალმებით მეგობრებო. ნამდვილად არ ვაპირებდი ვიდეო ჩაწერას. ის პირველი ვიდეო რაც ჩავწერე არ გამიკეთებია იმისთვის, რომ აქტიური YouTube არხი შემექმნა, მაგრამ იმხელა გამოხმაურება მოყვა თქვენი მხრიდან, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო ახლა შემდეგი ვიდეო არ ჩამეწერა და არ მომემართა თქვენთვის. ვიდრე მაგ ვიდეოს ჩავწერდი, სულ რაღაც რვა გამომწერი მყავდა არხზე, არ იყო ეს არხი აქტიური, საბოლოოდ 12 წლის წინათ შექმნილი არხი და ეს ვიდეოები ძველი დადებული გარდა ერთი ვიდეოსი, რომელიც ნოქალაქევის კანიონს ეხება. მაგრამ მოხდა ის, რომ 30,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ეს ვიდეო, 400-ზე მეტმა ადამიანმა გამოიწერა ჩემი არხი. რაც პირდაპირ ნიშნავს ერთ რამის, რომ ამ 400-მა გამომწერმა, იმიტომ არ გამოიწერა ხა ეს ჩემი არხი, რომ ის კონკრეტული ვიდეო ენახა მას ისედაც ნახა ეს ვიდეო. ამ ადამიანებს უბრალოდ სურთ მეტი კონტენტი, მეტი ვიდეო ჩემგან. სათქმელი და სალაპარაკო, რა თქმა უნდა, ბევრი მაქვს, ბევრი ვიფიქრე ამაზე და მოკლედ გადავწყვიტე აქტიური არხი შევქმნა თქვენი დახმარებით. სადაც ვისაუბრებ სამედიცინო და ბევრ არასამედიცინო საკითხებზე, ძალიან საინტერესო ვიდეოებს დავდებ და ყველანაირად შევეცდები, რომ თქვენი მოლოდინი გავამართლო. ეს არხი არ იქნება ფოკუსირებული მხოლოდ მედიცინაზე, იქნება ისტორიული ფაქტებიც, იქნება მცირე ალბათ პოლიტიკაც, ირიბად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პოლიტიკა ყველგან არის ჩარეული დღეს და ამის გარეშე უბრალოდ არ გამოდის. იქნება სპორტიც და ბევრი რამ, მოკლედ ბევრი საინტერესო რამ. რაც იმედი მაქვს საინტერესო იქნება თქვენთვის. ამ ვიდეომ, რომლის მიზანით სულ არ ყოფილა მე ნახეთ ხო, ჩემს ვიდეოში არავის მომიწოდებია ჩემი არხის გამოწერა. ეს არ იყო ამ ვიდეოს ჩაწერის მიზანი. მიზანი იყო ის, რომ გამომეხადა ჩემი აზრი იმასთან დაკავშირებით, ქონდა თუ არა გეიჯის გამოყენებული დოპინგი. თქვენ მოგესმინეთ ჩემს ახსნას. ზოგმა დაიჯერა, ზოგმა არ დაიჯერა. საბოლოო ჯამში საზოგადოების აზრი და შეხედულება ამ ორთაბრძოლაზე გაიყოღორეთ. ნაწილს მიაჩნია, რომ ყველაფერი იყო სუფთად. იქ უბრალოდ UFC-ა ყველაზე ასე ვთქვათ ავტორიტეტული ორგანიზაცია MMA-ის და მანდ ეხლა მსგავსი რაღაცეები შეუძლებელია მოხდეს და უბრალოდ ილიას დღე არ იყო, მან ბევრი შეცდომა დაუშვა რინგზე და გამოიწვია ის დამარცხება, რომელიც ყველამ ნახეთ. და მეორე ნაწილის მოსაზრება, რომ ყველაფერი მანდ არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო წესით და რიგით. დიდი ალბათობით გეიჯის გამოყენებული ჰქონდა დოპინგი და ალბათ სავარაუდოდ ილიაზეც მოხდა ზემოქმედება. ორივე ვერსიას აქვს, რა თქმა უნდა, არსებობის უფლება. ორივე ვერსიას აქვს როგორც მისი მხარდამჭერი, ასევე საწინააღმდეგო არგუმენტებიც. პირველ ვერსიას ის, რომ UFC-ა და მან უბრალოდ არ შეიძლება მსგავსი რაღაცები ხდებოდეს, საკმაოდ ბანალური არგუმენტია, მაგრამ მაინც და უბრალოდ ყველა უნდა დავიჯეროთ ის, რომ ილია ღმერთი არ არის, მას ის ადამიანია, არ არსებობს წაუგებელი ადამიანი. ეხლა ხაბიბი კი წავიდა წაგების გარეშე, მაგრამ მას რომ ეს ნაადრევად არ დაესრულებინა კარიერა და გაეგრძელებინა, ხო რაღაც მომენტში წააგებდა, ხო ყველა ადამიანი ბოლო-ბოლო ერთ მომენტში აგებს. მოდი ასე შევხედოთ ამ საკითხს. მე ავხსენდი დოპინგის ფიზიოლოგია, მე აბსოლუტურად არწმუნებული ვარ იმაში, რომ გეიჯის გამოყენებული ჰქონდა დოპინგი, ამის ბევრი ნიშანი ჩანდა მანდ, თუმცა არავის არ გახსოვთ ამას თავს, ვისაც კიდე დაიჯერეთ, ვისაც გნებავთ, დაიჯერებთ. საერთოდ, როდესაც ადამიანი რაღაცა ინფორმაციას გაწვდით, არ შეიძლება არაფრის დაჯერება ანალიზის გარეშე. არა მნიშვნელობა ამ რადონის ავტორიტეტიც არ უნდა იყოს ეს ინფორმაციის წყარო, ყოველთვის აუცილებელია ჩვენ დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ. ამ
ნამდვილად სწორი შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ, ხო? არაფრის დაჯერება კრიტიკული ანალიზის გარეშე არ შეიძლება. ასევე უნდა მოიგიდოთ ჩემს ვიდეოსაც, ხო? უნდა დაფიქრდეთ, მე ხო შეიძლება ვწდებოდი ადამიანი ვარ, ხო? მე გამაჩნია ჩემი აზრი, რომელსაც ვაფიქსირებ, ნაწილი მეთანხმება, ნაწილი არ მეთანხმება, ჩვეულებრივი მოვლენა. მაგრამ ამ ვიდეოში კიდევ ერთხელ მინდა შევეხო ამ ორთაბრძოლას, რაღაც ასპექტებს გავუსვა ხაზი და მეც ამ საკითხს აღარ დავუბრუნდებ. შემდეგი ვიდეო იქნება უკვე სხვა თემაზე. ერთი რაც ძალიან საინტერესო იყო ამ გასულ დღეებში, რაც მოხდა, კეიჯი მიიღო 6 თვიანი სამედიცინო დისკვალიფიკაცია. ჩვენ ყველა ვნახეთ, რომ კეიჯი მშვენიერ ფორმაში იყო ორთაბრძოლის შემდეგ, მას არანაირი მძიმე დაზიანებები არ მიუღია, ისეთი რომ მას ჭირდებოდა 6 თვით სამედიცინო დისკვალიფიკაცია, რომ აღიდგინოს საკუთარი ჯანმრთელობა. იგი რაღაცეები მოროშა ინტერვიუში, რომელსაც ალბათ ბავშვსაც არ ჯერა. ძალიან საეჭვო ფაქტია თვითონ ეს 6 თვიანი დისკვალიფიკაცია. ძალიან გავს ეს იცით რა, როდესაც იცი რომ პრეპარატი რომელიც გამოიყენე, მისი დეტექციის ვადა შენ თმის ფოლიკულებში არის დაახლოებით 6 თვე, ამ დროს უბრალოდ შენ იღებ 6 თვიან სამედიცინო დისკვალიფიკაციას, რომ ეს პერიოდი გავიდეს და შემდეგ როდესაც 6 თვე გაივლის და მის ორგანებში ვერანაირი ნივთიერების კვალის აღმოჩენა ვერ მოხდება, გადის პირდაპირ შემდეგ ბრძოლაზე. და ვერც ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს სინამდვილეში მას გამოყენებული ქონდა დოპინგი თუ არა. მე ეს დავინახე უფრო ამ 6 თვიან დისკვალიფიკაციაში არანაირი საერთო ამ 6 თვიან დისკვალიფიკაციას არ აქვს მის ჯანმრთელობასთან. თუ ვინმეს გონია ახლა დამიწერეთ კომენტარებში, მეც ადამიანი ვარ, შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ აი თქვენი ჯანსაღი მოსაზრება მაინტერესებს, რა ქონდა კეიჯის ისეთი, მას რა ჭირს ისეთი, რომ მან 6 თვის განმავლობაში უნდა გაიაროს, ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია და ის ვერ მოხდება რინგზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ძალიან მაინტერესებს თქვენი მოსაზრება. ჩემი აზრი გითხარით ამასთან დაკავშირებით. ხო, ეხლა შემდეგი საკითხი. კეიჯის ამტანობასთან დაკავშირებით წინა ვიდეოში მე გითხარით ღვიძლში მოხვედრის შემდეგ რა ხდება და როგორ ხდება, მას რამდენიმეჯერ ხდება ღვიძლში. ჩვენ კარგად ნახეთ ეს ყველაფერი იმ ორთაბრძოლიდან. ზოგი სპორტსმენი გამომივარდა მან ვიდეოში და შენო რა იციო, ეხლა მოხვედრიაო, მაგ დროს რა ხდება კეიჯისო, საერთოდ გინახავსო კეიჯის ორთაბრძოლებიო, რომ ეგ ერთ-ერთი ყველაზე ამტანი ეს არისო მებრძოლიო და მსგავსი რაღაცეები კომენტარებში. ხო, ეხლა მაგის პასუხი რა არის? კეიჯი ნამდვილად არის ძალიან ამტანი, მაგრამ ეს ეხება თავში დარტყმებს. ღვიძლში მოხვედრის ამტანობა არ არსებობს. ღვიძლში მოხვედრა ყველასთვის არის ერთნაირი. შენ შეიძლება დაატრეინინგო, სპორტსმენებს აქვთ ბევრად მეტი გამძლეობა თავის არეში მოხვედრის ატანისადმი, იმიტომ რომ მექანიზმი საერთოდ სხვადასხვა რამეა. ღვიძლში მოხვედრის დროს ცდომილი ნერვის უკიდურესი აღგზნება იწვევს ადამიანის გათიშვას, ხოლო როდესაც ადამიანს ხვდება სახის არეში, მუშტი იქნება ეს მუხლით ასე შემდეგ, ტვინის შერყევა და სისხლის მოქცევის დროებითი მოშლა, პლუს მოხვედრის ადგილიდან წამოსული ტკივილის იმპულსებით იშავს ადამიანს. საერთოდ სხვადასხვა რამეა. ხო და სპორტსმენებს ნამდვილად გაქვთ განვითარებული თავში მოხვედრის ამტანობა, მაგრამ თქვენ ვერ განავითარებთ ღვიძლში მოხვედრის, ასე ვთქვათ, ამტანობას. ესეთი ფენომენი არ არსებობს ფიზიოლოგიურად. იქ მუცლის პარი შეიძლება ადამიანმა გააძლიეროს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინიდან მოხვედრას ეხება. გვერდიდან, როდესაც ნეკრებში ხვდება ადამიანს, იმას მუცლის პარი არ შველის. და ეფექტი ყველა ადამიანს ერთი და იგივე გეიჯისთანაც და სხვასთანაც. ამას ვერ განავითარებ, ვერ დახვეწა, ვერ გააძლიერებ. ეს ისე ცნობისათვის რა იცოდეთ. ხო და მოხვედრით მეც მომხვედრია. მე არ ვიყავი პროფესიონალი
სპორტსმენი, მაგრამ ასე რომ მოჩხუბარი, მაგრამ დაკავებული ვიყავი სპორტით წლების წინ. ასე რომ უცხო არ არის ეს თემა ჩემთვის, სამოყვარულო დონეზე მისპარენგია კიდევაც არაერთხელ და რა თქმა უნდა მომხვედრია იმ ზუსტումშიც, ვიცი ეს რა საშინელი ტკივილიცა და რა ეფექტს აღწევს, მაგრამ ჩემ პირადი გამოცდილების გამო არ მეთქვა ისაც რაც უდაბარაკე წინა ვიდეოში, ეს არის უბრალოდ ფიზიოლოგია და ფიზიოლოგიური კანონები. ასე რომ აი თქვენ რატო თვლით თქვენ თავს კომპეტენტურად მედიცინის სფეროში, ეგ უფრო მაინტერესებს მე და მე მომიწოდეთ რომ აი რას პროფესორობ ხა მანდ და აი თქვენ რატო მიგაჩნიათ თქვენ თავ პროფესორად მედიცინის სფეროში, ეგ არის უფრო საინტერესო თორე ხა ჩვენ თქვათ რომელი מחშობელა ილძე რომ საუბრობდეთ კი ბატონო ეს თქვენი სფეროა, მაგრამ რაც შეეხება ადამიანის ფიზიოლოგიას და სამედიცინო საკითხებს, ეს არ არის თქვენი სფერო. თქვენი რაღაცა ყურმოყრით გაიგიათ და მე კიდე ამ საკითხში კარგად ვერ ვიყავ. ხო, შემდეგი საკითხი. თუ ვსწრებ ჯოროგანთან იყო ინტერვიუ, შეიძლება მეშლება და ეს ვაჟბატონი ხა გამოდის და იძახის, რომ კატეგორიულად ილიასთან რემატჩი გამორიცხულია, იმიტომ რომ ის დავნებდა, ჯერ საწერია რომ დანებების შემდეგ რემატჩი არ შეიძლება მოხდეს. ეს ერთი. მეორე, ეს ადამიანი ამბობს, რომ ესე იგი მის მიმართ არსებობს უამრავი ბრალდება დოპინგთან დაკავშირებით და რომ მას ხელთათმანებში კიდე რაღაცები აქვს. მერე იქ უკვილო ხუმრობით ხუმრობს, რომ მე ამას კომპლიმენტადო ვიღებო. სახუმარო მან არ არის არაფერი. აი, იცით რა იქნებოდა მისგან? აი მართლა ნამდვილი მეომრის, ნამდვილი მებრძოლის და ნამდვილი კაცის და ადამიანის აქციელი. რომ მას განეცხადებინა, რომ თუ არსებობს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მე დოპინგს ვიყენებ, მე მზად ვარ, გამოაგზავნეთ სპეციალისტები ესპანეთიდან, საქართველოსდან, მე მზად ვარ მივცე სისხლი და თმის მოლეკულები ჩავაბარო, თქვენ გააკეთეთ დამოუკიდებელი ანალიზი და თუ იქ არაფერი არ აღმოჩნდება, ყველამ მოკეტეთ, ეს თემა დახურეთ და აღიარეთ ის, რომ მე სუფთად გავიმარჯვე. მაგრამ ამის ვაჟკაცობა მას არ აქვს, იმიტომ რომ ის ერთი სიტყვით რა, ამ შენურად იცის, რომ ის 6 თვიანი სამედიცინო დისკვალიფიკაცია ხა იმიტომ მიიღო, რომ 6 თვე გავიდეს, რომ აღარ დარჩეს კვალი მის ორგანიზმში და შენურად იცის, რომ ეხა რომ მან სისხლი ჩააბაროს და ნუ სისხლი შეიძლება არ გამოჩნდეს, მაგრამ თმის მოლეკულიდან აღებული ანალიზით დადგინდება ის ნივთიერება, რაც გამოყენებული ქონდა. ამიტომ ეს არ თქვა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ხუმრობაში გაატარა. იქო ხელთათმანებიშიო თითქოს და აგურები მედო, ესე იძახის, რომ ხალხი სულელია ვეღარ ასისულელს ამბობსო და რაღაც უკვილო ხუმრობაში გაატარა ეს ყველაფერი. აი ამ საკითხთან დაკავშირებით ეხლა სხვათა შორის გუშინ დავჯექი და ვიფიქრე, რომ აი თუ მინდა ეხლა რაღაცა მაიმუნობა გავაკეთო. ისეთი რაღაცა, რაც ძალიან დიდ უპირატესობას მომცემს და აი მართლა დავბეგო ჩემს მოწინააღმდეგეს. აი რა შეიძლება გამომეყენებინა. თქვენ ალბათ თქვენთაგან სანახი აქვს ვიდეოები ამასთან დაკავშირებით. ბევრი ქართველი იუთუბერია, რომელიც აი ძველ ფაქტს გვახსენებს მექსიკელმა ბოქსიორმა, როგორც მისი მოწინააღმდეგე და გახდა მსოფლიო ჩემპიონი და იყენებდა გადასახლებულ პინტებში გიფსის ფხვნილს, რომელიც შემდეგ ოფსთან შედიოდა რეაქციაში, ხდებოდა კრივი და ფაქტობრივად ეხა მართლა აგურები ქონდა მაგ ადამიანს ხელში და თუ სახეზე როგორ აისახება მე ეს მტკიცე, ასე ვთქვათ, ნივთიერება, თაბაშირი ფაქტობრივად სულ დაგლეჯილი ქონდა სახისგანი და დასიებული მის მოწინააღმდეგეს და ყველას ესე ემართებოდა ფაქტობრივად, ვინც ამ ადამიანთან შედიოდა ორთაბრძოლაში. ამ ისტორიას აღარ გავაგრძელებ, ძალიან ცნობილი ფაქტია, გამოძიებულია და დასრულებულია, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ YouTube-ზე არის ამ შესახებ უამრავი ვიდეო. აი რო გაიძახეს იქ ზოგიერთი ხალხი, რომ აი როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ხდებოდეს, რომ რა დოპინგი, რის დოპინგი და ან რა ხელთათმანში რაღაცეების გამოყენება. აი მეგობარო ფაქტი.
რომელიც ფაქტია და დადასტურებულია, ეს ადამიანი მე დაისაჯა ამისათვის და მსგავსი რაღაცები ბევრია. სხვადასხვა ილია თოფურიაც ერთ-ერთ ინტერვიუში მას დოპინგის შესახებ რო უსვამენ კითხვა, ალბათ ნანახი ბევრ თქვენთაგანს, ხო? აი როგორ ლაპარაკობს, ესე კი არ ლაპარაკობს რაღაცა ზღაპრულ რაღაცაზე, რომელიც სადათიდან გამოწვეული თემაა. რომ ილია ამბობს, რომ ესო მე სპორტატო არ მიმაჩნიაო. ესე იგი, ლაპარაკობს თემაზე, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია და ის გმობს ამ ფაქტს და ზოგადად სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენება და მიაჩნია, რომ ეს ხალხი სპორტსმენები საერთოდ აღარ არიან აი ამ მეთოდის გამოყენების შედეგად, ვინც რაღაცას აღწევს. ეს ინტერვიუც დევს YouTube-ზე და ყველა შეუძლია ნახოს. რატო ლაპარაკობს ახლა ილია ამ თემაზე? იმიტომ კი არა, რომ რაღაც ფანტასტიკის სფეროდან არის დოპინგის გამოყენება, ბევრი აკეთებს და რატო გონია ვიღაცას რომ UFC-ში ესეთი რაღაც არ შეიძლება მოხდეს. ზოგადად ეს რო ყოფილიყო თქვა სხვა კარდი რო ყოფილიყო, სხვა დროს რო ყოფილიყო, თეთრ სახლში რო არ ყოფილიყო და რო არ ყოფილიყო უშუალოდ მან და ამერიკის პრესტიჟთან ასოცირება ამ ორთაბრძოლის, იგივე ტრამპის დაინტერესება, მისი დაბადების დღე, მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, ეს UFC-ს დონეზე არ მოხდა რა, რაც მოხდა. სხვა დროს რო ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ანტიდოპინგური სამსახური თავის საქმეს გააკეთებდა. UFC-ს მე არ ვახდენს UFC-ს დისკრედიტაციას, მაგრამ ნუ იმ დღეს უკვე საერთოდ სხვა თემა იყო და სხვა დონეზე გადაწყდა ეს ყველაფერი. მოკლედ ახლა რისი თქმა მინდოდა და რატო ძალიან გამიგზავნა ჩემი სიტყვა. დავჯე კიდევ ვიფიქრე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა თქვათ ხელთათმანებში ისეთი, რომელიც არსად არ გამოჩნდებოდა, რომელიც იმ შემთხვევაშიც კი თუ შეამოწმებდა ჩემი მოწინააღმდეგის ბანაკი, ჩემ ხელთათმანში ვერაფერს ვერ აღმოაჩენდნენ, გარდა იმ შემთხვევისა თუ მას არ დაჭრდნენ ნაწილ-ნაწილ და შიგნით რაღაცას არ ნახავდნენ. ესეთი რამე შესაძლებელია და გეტყვით ახლა როგორ. გუშინ მოვიფიქრე, სულ რაღაც 10 წუთი ვიფიქრე ამ თემაზე და აი მივედი ისეთ დასკვნაზე, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია ისეთი ხელთათმანის დამზადება, რომელსაც ექნება აგურის ეფექტი. და აი როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი. მე წინა ვიდეოში გითხარით, რომ ტექნოლოგიები იმდენად არის დახვეწილი, რომ სასწავლო რაღაცებს გააკეთებ თუ მოინდომებ. და ახლა გიხსნით მაგალითად მე რო აპირებდი ესეთი რაღაცის გაკეთებას, როგორ გავაკეთებდი ამ ყველაფერს. მე არ ვამტკიცებდი, რომ გეიჯის ეს ქონდა გაკეთებული, უბრალოდ ამას როგორც მაგალითს მოგიყვანთ იმისათვის, რომ ტექნოლოგიურად ნახოთ, როგორ არის შესაძლებელი მსგავსი, ასე ვთქვათ, ჩიტინგის გაკეთება. ამისათვის ხელთათმანის ბალიშებში საჭიროა დაახლოებით აი ამ ორ თითზე, ეს არის მთავარი დამტყმელი, როდესაც ხდება ეს ორი თითი მუშაობს, აი ეს ზონა, ეს ორი წერტილი მუშტის, ესენი ფაქტობრივად არ მუშაობენ, აი ეს ორია მთავარი. აი ამის ბალიშების შუა ნაწილში საჭიროა პატარა დაახლოებით სანტიმეტრი ნახევარი სიგანისა და 3-4 სანტიმეტრის სიგრძის სითხოვანი ბალიშის მოთავსება, რომელიც ავსე იქნება სითხით. ეხლა ზოგიერთი ფიქრობს, რომ აი გავავსე ეს რაღაცა სითხით. მე რა ახლა სითხე რას უზამთ ადამიანს, რომ მოხდება არაჩვეულებრივი გუგის ეფექტი იქნება სითხესაც. არა მეგობრებო, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ განსაკუთრებულ სითხეზე. უბრალოდ განსაკუთრებულ სითხეთა კატეგორიაზე, რომელსაც ეწოდება ანტინიუტონური სითხე. ხო, რაც შეეხება ანტინიუტონურ სითხეს, მინდა რომ ნახოთ, აი აქვე გამოჩნდება ლინკი, დააჭირეთ ამ კარტს და თქვენ გადახვალთ ვიდეოზე, სადაც პატარა ვიდეოა, ნახავთ თუ როგორ იქცევა ანტინიუტონური სითხე მასზე მექანიკური ზემოქმედების დროს. რას წარმოადგენს ეს ანტინიუტონური სითხეები? ეს სითხეები თავიანთი, ასე ვთქვათ, ფიზიკური მახასიათებლებით არ ემორჩილებიან ნიუტონის კანონს და ამიტომაც დაერქვა ანტინიუტონური სითხეები. ამ სითხეების ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მათზე
მექანიკური ზემოქმედების სწრაფი და ძლიერი მექანიკური ზემოქმედების დროს ისინი მომენტალურად ქვავდებიან და შემდეგ როგორც კი შეწყდება მექანიკური ზემოქმედება, წნევა, ეგრევე ბრუნდებიან ისევ თხევად მდგომარეობაში. ეს ტექნოლოგია ძირითადად ეხაც იხვეწება, ჯერ არ არის ბოლომდე სამხედრო ტექნოლოგიაა, ეს არ არის სამოქალაქო. მას ჯავშანჟილეთის შესაქმნელად იყენებდნენ და მიზანი ამ სითხის გამოყენების ჯავშანჟილეტებში იყო ის, რომ წონა შემცირებულიყო. ამ სითხეს აქ თვისება, რომ როგორც კი მოხდება ტყვია, ის ეგრევე ქვავდება იმ მომენტში და აღარ ატარებს ტყვიას. ხო, ჩემს საბრძოლო ხელთათმანში თუ გავაკეთებ ისე, რომ მის ბალიშებს შორის მოვათავსებ ამ სითხის კამერებს, რომელიც ამოვსებული იქნება ამ სითხით. რომც მოინდომოს, თქვათ, მოწინააღმდეგე ბანაკის წარმომადგენელი და ხელით მოსინჯოს ასეთი ხელთათმანი, ის ჩვეულებრივად იქნება დრეკადი, ყველაფერს მათ ვერ დაინახა. არაფერი მასში განსაკუთრებული არ იქნება, თუ რა თქმა უნდა ნაწილ-ნაწილ არ დაჭრი ამ ხელთათმანს და ეგ შეიძლება მე არ ნახავ, რომ რაღაცა სითხის ბალიშია. და ეფექტი რა იქნება ამ ყველაფერს? აი მე ყველაფრის ეფექტი იქნება ის, რომ ყოველი ჩემი დარტყმისას ეს სითხე იქცევა ქვად და ასეთი ხელთათმნით დავანგრევ ნებისმიერ მეტოქეს თვალბუდის ორბიტებს კი არა, თაყვანს გავუერთიანებ. ნამდვილად მიაყენებ იმ დაზიანებებს, რაც ჰქონდა მეყენებული ილიას. მის ძველ მეტოქებსაც ასევე საკმაოდ დიდი დაზიანებები ჰქონდა სახეზე და ეხლა ბევრი სპორტსმენი ამას ხსნის იმით, რომ მას აშინლად მძიმე ხელი აქვს და მაგრამ ყველა ორთაბრძოლაში ესე არ ხდება. მისი მძიმე ხელები ხვდება ზოგიერთებს და რატომღაც ძალიან უმნიშვნელო კვალს ტოვებს მათ სახეზე და ზოგიერთ ორთაბრძოლებში ეს აშინლად ნაცემები არიან გეიჯის მოწინააღმდეგე იქნება და ადრეც ცდილობდა რაღაცა მსგავსის გამოყენებას ეს ადამიანი. მე არ ვამტკიცებ, რომ მას ნამდვილად ჰქონდა ეს ხელთათმაში, თუმცა ამის ალბათობა არსებობს. ტექნოლოგიურ დონეზე ხა აგიხსენით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. ერთ-ერთი სამხედრო ტექნოლოგიის გამოყენებით. უამრავი სხვა რამე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, თუ გადაწყვეტს 1000 საშუალება არსებობს ამისთვის. თუ ვინმე შემოწმებული აქვს მისი ხელთათმანი, ნამდვილად იცის, რომ მასში არაფერი არ იყო, ყველა ამაზე შეწყვეტს საუბარს, მაგრამ სანამ ეს ადამიანი ძალიან საეჭვოდ ცემს რაღაცა კატეგორიას მის მოწინააღმდეგეების და რაღაც კატეგორიაზე მაინც და მაინც დიდ სარალს ვერ აყენებს. აი იგივე თუნდაც ჰოლოვეისთან ორთაბრძოლა გავიხსენოთ, ხო, სადაც ნოკაუტით აგებს გეიჯი. მაგ ორთაბრძოლაში ძალიან ბევრჯერ ხვდება მაქს ჰოლოვეის მისი ხელი. და არაფერი არ ეტყობა ამ ადამიანს სახეზე. პიმპლეტს რაც დაემართა ვნახეთ, ხო? ბევრად მეტი მოხდა პიმპლეტს ვიდრე ილიას. და ილიას სახე ხო ყველას გვახსოვს და გვახსოვს. იქამდე ჩენდლერი იყო და კიდე სხვები და აქვს ამ ვერსიასაც არსებობის უფლება, რომ იქნება და ზოგიერთ ორთაბრძოლაში, სადაც გაუვა მას ეს ასე ვთქვათ, ჩიტინგი, გამოიყენოს რაღაც განსაკუთრებული ხელთათმანები. ეხლა იქ რაღაც კინიებს იდებს და რაღაც ისულელებს მე არ მჯერა. მაგის დეტექცია ძალიან ადვილია. მაგრამ აი ნანოტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია ხელთათმანში ძალიან ოსტატურად დამალო რაღაცა, თუნდაც ისეთი რამე, რაც მე აგიხსენით და ამით შენი მოწინააღმდეგე უბრალოდ დაანგრიო. იმიტომ რომ ჩვეულებრივი ესე ფანჩებით, ხო, ესეთ კი რა თქმა უნდა, მე არ ვიძახი იმას, რომ არავის არასოდეს ორბიტალური ძვალი არ გატეხია, რა თქმა უნდა ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათია რა ასეთი რაღაცები. და ამ ადამიანთან თითქმის ყველა იბებება რაღაც უაზროდ. და ამიტომ საეჭვოა რა, ბევრი რამე ძალიან საეჭვოა მის ასე ვთქვათ, პერფორმანსში. მე კიდევ ერთხელ შევეხე რამდენიმე საეჭვო გარემოებას. იგივე სამედიცინო დისკვალიფიკაცია, იგივე ის, რომ მას არ ყოფნის ვაჟკაცობა, რომ
ასე ხიად განაცხადოს, რომ მოდი დამიღეთ ანალიზი და წაიღეთ დამოუკიდებელი ლაბორატორიული დასკვნა. შეუძლია უბრალოდ განაცხადოს, ეხლა ძალიან ამაზე აქ არ არის საუბარი 1000, 10000 და თუნდაც 50000 ადამიანზე, ხო? რამდენიმე მილიონი ადამიანი იძახის უკვე, რომ მას რაღაცა აკრძალული პრეპარატი ჰქონდა გამოყენებული, ხო? და რაღაც ბინძური მეთოდებით მოახდინა ამ ბრძოლის მოგება. და თუ მას დანამდვილებით სურს ამ ყველა ეჭვების გაქარწყლება, უბრალოდ შეუძლია განაცხადოს, რომ მზად ვარ ჩავაბარო თქვათ ანალიზები და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დადონ დასკვნა. მაგრამ ამას არ აკეთებს. რატომ? შეიძლება გითხო. ამაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომენტია. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც გამოიწერეთ ჩემი არხი. წარმატებულ საღამოს გისურვებთ ყველას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ სიტყვისთვის, რომელიც გამოხატეთ კომენტარებში. კომენტარებში რა თქმა უნდა ყველა არ იყო დადებითი კომენტარი, რაც ბუნებრივი მოვლენაა. მე არ მწყინს ესეთი რაღაცები, ზოგიერთები თითქმის შეურაცხყოფაზეც კი გადავიდნენ. მაგრამ მეგობრებო, თქვენც ქართველები ხართ, თქვენც ჩემები ხართ და თქვენც ჩემები ხართ. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი აზრები არ ემთხვევა ერთმანეთს, არ ღირს ერთმანეთის ლანძღვა. ორივე მოსაზრებას, როგორც აღნიშნე, აქვს არსებობის უფლება, ზოგს იმიჯერა, ზოგს ამიჯერა. ვერც ერთი მხარე ვერ დაამტკიცებს ვერაფერს, თუ რაღაცა ოფიციალური ლაბორატორიული დასკვნა არ დაიდო. ვერც ჩემი ვერსია, რომ მას გამოყენებული ჰქონდა დოპინგი, ვერ იქნება ასე ვთქვათ დამტკიცებული იქამდე, სანამ ოფიციალურად ლაბორატორიულად არ დამტკიცდება ეს ყველაფერი და ვერც ის ხალხი, რომლებიც იძახის, რომ სუფთად ჩატარდა ეს ოთაბრძოლა, მან და არაფერი არ იყო ისეთი განსაკუთრებული გამოყენებული, ვერც ეს კატეგორია ვერ დამტკიცეს ვერასოდეს, რომ არ იყო დოპინგი გამოყენებული. იმიტომ რომ ერთადერთი, რასაც ამის დადასტურება შეუძლია, ეს არის ლაბორატორიული დასკვნა. არც მე ვარ ის ლაბორანტი, რომელიც ამას გააკეთებს და არც თქვენ განსაკუთრებით სპორტსმენებს გიხებათ. ასე რომ მოდით ეს ყველაფერი თეორიის დონეზე დავტოვოთ და ერთმანეთის ლანძღვას შევეშვათ ესე აჯობებს. წარმატებებს გისურვებთ მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.